რომელი სონიკის ტრანსფორმაციას აქვს ყველაზე მეტი სიცოცხლე? ჩავატარებთ რბოლას სონიკის ყველა ტრანსფორმაციას შორის, რომ გავიგოთ ვის აქვს ყველაზე მეტი სიცოცხლე. მათ მოუწევთ შეებრძოლონ დაწყევლილ შინ სონიკსაც. მონაწილეობენ სუპერ სონიკი, ექსკალიბურ სონიკი, მგელი სონიკი, ბნელი სონიკი და კიდევ ბევრი სხვა. გარდა ამისა, იქნება საიდუმლო ტრანსფორმაციებიც. ვის ექნება ყველაზე მეტი სიცოცხლე? ამის გასაგებად არ დაგავიწყდეს და ალაიქო ვიდეო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რომ სონიკისნაირი სიცოცხლე გქონდეს. წავედით. მოგესალმები ლეო ფიკარონის არხზე და ლაიქეთ დატოვე კომენტარი და გამოიწერე არხი გამომყევი სოციალურ ქსელებში ბმულები აღწერაშია და ჩართე ზარი ერთი ღილაკით ეხლა კი მოემზადე რადგან შოუ იწყება დარჩი ვიდეოს საყურებლად თუ ეს სიმღერა მოგეწონა კარგი მეგობრებო, მოგესალმებით ამ საოცარ Minecraft-ის ვიდეოში. რადგან როგორც კარგად იცით, სონიკის ყველა ტრანსფორმაცია დღეს დიდ სასიკვდილო ტრასას დაუპირისპირდება. და ფრთხილად იყავით, რადგან ახალი მომაქდინებელი იარაღებია, ახალი ძალიან საშიში მტერი და ბედნიერების პორტალამდე მისვლა ძალიან ძვირი დაგიждდებათ. მოემზადეთ რომ ნახოთ რაღაც ეპიკური და ისტორიული და ასევე საიდუმლო პერსონაჟების გამლოგვისთვის. ისინი ძალიან მოგეწონებათ, ამას გპირდებით. ასე რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიწყოთ საბაზისო ფორმით. ზრარბი სონიკი. ასე რომ აქ არის სონიკი, მზადაა ნახოს რამდენ დონეს გაუძლებს. 3-ში, 2-ში, 1-ში, გაათავისუფლე მისი ძალა. წავიდა! კარგი, აიცილე მახეები, შესანიშნავია, თუმცა ცეცხლი საკმაოდ აზიანებს. წავიდეთ! ეხლა წყალში შედის და ჯერჯერობით გადარჩენილია. ვნახოთ როგორ გაუმკლავდება კაქტუსებს. ო, სონიკი, გაუძელი მეგობარო, გაუძელი! წავიდეთ! შეგიძლია კაქტუსებიდან გამოხვიდე. სამო მეგობარო, შესანიშნავად რა მოგდის? აი გამოვიდა კაქტუსებიდან. დაგვარდება! არა! ღმერთო, იქ ახალი მახეები ძალიან საშიშია და ეს ახლა ხან ნახეთ. სონიკ, ხუროთღებით იყავი, ის ისევ ობობის ქსელის დონეზეა, რადგან ამ ეპიკური მახეების გადალახვა ვერ შეძლო. უკვე გითხარით, რომ ეს ტრასა ბევრად უფრო რთულია. ეხლა კი ლეგენდარული ზღარბი, სუპერ სონიკის ჯერია! აი ისიც, ოქროსფერის ზღარბი. მოდით ნახოთ რა შეძლებს, რადგან ის თავის ძალას ათავისუფლებს. და აი უკვე მიდის. კარგი, ის თავს არიდებს მახეებს, ცეცხლი მასზე თითქმის არ მოქმედებს და წინ მიიწევს. კაქტუსებს საკმაოდ კარგად ახტება. და მახეებს. ვაუ, ჯერჯერობით თავს არიდებს. უი, ეს თითქმის მოხდა. კიდე უფრო მეტ ძალას ათავისუფლებს და თავს არიდებს. კარგი. სუპერ სონიკი არავის იმედს არ უცრუებს. მოდით ნახოთ როგორ გაუმკლავდება მჟავას. აი მიდის დედაჩემო, სტკივა. და აი აღიდგენ სიცოცხლეს, ძალიან კარგად აკეთებს ამას. და აი აქ არის. რა ხურადრება, რადგან ისრის მახეები საკმაოდ გაუმჯობესდა. კარგი, ბევრად მეტ ძალას გამოყოფს, მაგრამ კარგად არ იცის რა გააკეთოს, ან სად წავიდეს. უნდა გაიქცეს და პირდაპირ ლავაში მიდის. მოდი ვნახოთ, ლავას ვერ გადის. კარგი მეგობრებო, აი აქ ყავს სუპერ სონიკი, რომელიც ლავის დონეზე დარჩა. და მეთანხმებით, რომ მახეების დონე უნდა აგვეწია, რადგან რა ტრანსფორმაციებია. ეხლა ფრთხილად, რადგან ყველა საყვარელი კრიპიპასტა ჯერი დადგა, სონიკი წერტილი 6-ე. ასე რომ სონიკი წერტილი 6-ე. მზად ხარ? გაათავისუფლე შენი ბნელი ძალა და წინ! კარგი, საკმაოდ სწრაფად მიდის და კარგადაც გამოსდის. ვნახოთ კაქტუსები. აი მიდის, პირდაპირ კაქტუსებში ჩავარდა, მაგრამ შეუძლია მათი დამსხვრევა. კარგი, შესანიშნავად აკეთებს, ნახოთ მახეები. მარჯვნივას მიდის და თავისუფლებს თავის დემონურ ძალას. ო, სონიკ, ყველა გისწრებს. აი სონიკი წერტილი 6-ე მიდის მჟავაში, რაც საკმაოდ ძლიერად მოქმედებს მასზე. და გადის. ვაუ! დაჯერება ძნელია. ის ისრების მახეში ვარდება და მთლიანად გაანადგურეს. აი სონიკი წერტილი 6-ე, რომელიც ისრებთან დარჩა და ისევ ესვრიან. მართლა უნდა იყო უიღბლო. რა თქმა უნდა, ერთი საფეხურით ქვემოთ სუპერ სონიკზე და ეხლა სულელი ბანდა. მგელი ზღარბის ჯერია. სონიკი მგელი. სონიკი ვერ რიკი ვერ ჰოგი. როგორც გინდათ ისე დაუძახეთ, მაგრამ ნახეთ რა ძლიერია. ასე რომ ჩვენი მგელი ზღარბი მიდის. 3, 2, 1, წავიდა. კარგი. კარგად არიდებს ცეცხლს, რომელიც აზიანებს, მაგრამ შვენივრად გამოდის. წყალი არაფერს უშავებს. და კაქტუსები. ისე გადადის ზემოდან როგორც უნდა. ხაფანგები. ღმერთო ზერთო ზედეცემა. რა? ეხლა ხან გადაადგილა ხაფანგი. ეს ტიპი ძალიან ძლიერია. თუმცა ხაფანგმა ცოტა დააზიანა, მაგრამ ეხლა დრო ვნახოთ გადალახავს თუ არა მჟავას. აი მიდის სონიკი მგელი. და ღმერთო ჩემო. გადის, გამოსდის. სიმართლე რო თქვა, შეიძლება ყველაზე ძლიერი არ არის, მაგრამ გამძლეობაში ნამდვილად იგებს. ვნახოთ. ისრის ხაფანგები.
ყველა ესვრის. როგორც შეუძლია, უძლებს. მიდი სონიკი მგელო, შეგიძლია და გადის. ეხლა ვნახოთ ლავასთან. მიდი სონიკი მგელო, მიდი. კი. უფრო მეტი სიცოცხლე აქვს ვიდრე Super Sonics. და ეხლა ბოლო ხაფანგები, ფრთხილად, რადგან ამას ვერ აიცილებს და ძალიან ძიმეა რომ მაგმას ასწდეს. ცდილობს ისევ გამოძრაოს ხაფანგები, მაგრამ არ ამოსდის. Sonic-ი მგელი სულ იშლება და მეგობრებო, ძალიან კარგად გაართვა თავი. მაგრამ სულ ერთი დონე დააკლდა რომ დაწყევლი ლურჩხულს შებრძოლებოდა. თუმცა უფრო მეტი სიცოცხლე აქვს ვიდრე Super Sonics. Sonic X და Sonic. და მეგობრებო, როგორ მოგწონთ ეს ვიდეო? ვიცი რომ მოგწონთ, ყველა Sonic-ის ტრანსფორმაცია ძალიან გიყვართ, ხომ ასეა? ეხლა დროა ორი დარჩენილი ტრანსფორმაციაც გავხსნათ. ასე რომ სწრაფად ამ თუდიდან მხოლოდ 20 წამი გაქვს რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა საიდუმლო პერსონაჟები გახსნა. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ, რომელი Sonic-ის ტრანსფორმაციას აქვს ყველაზე მეტი სიცოცხლე, შენც იმდენივე გექნება, რამდენიც მას. ასე რომ მე შენს ადგილას ვიჩქარებდი, დრო იწურება. ტიკ-ტაკ. კარგი, მეგობრებო, ძალიან კარგად მოიქეცით. ასე რომ დადგა სიმართლის მომენტი. პირველი საიდუმლო პერსონაჟი არის არავინ სხვა თუ არა Super Sonic-ის 3. დიახ მეგობრებო, Super Sonic-ის მესამე ფაზა. ეს საკმაოდ ძლიერია. და საბოლოო ტრანსფორმაცია, რომელიც აქ იმალება, არავინ სხვა თუ არა Hyper Shadiki. Sonic-ისა და Shadow შერწყმა მათ ჰიპერ ფორმაში. ეს ტიპი ზედმეტად ძლიერია, წინას არ გაფხილებთ. როგორ მოგეწონათ პერსონაჟები? საიდუმლო პერსონაჟები ძალიან მაგრები არიან. ეხლა შოუ უნდა გაგრძელდეს, რადგან ლეგენდარული რაინდის Excalibur Sonic-ის ჯერია. თუ გულწრფელი ვიქნები, არ ვიცი ეს მაგარი რაინდი თავისი מחვილით სადამდე შეძლებს მისვლას, მაგრამ დროა შევამოწმოთ. 3-დან 3, 2, 1 დრო. იგი ავლეს უზარმაზარ პოტენციალს და აი მიდის ანადგურებს ყველა მახეს. კარგი. ის თავის საუკეთესო ფორმაშია, ყველა მახეს ირიდებს, ძალიან ძლიერია. და ეხლა კიდე უფრო მეტ ძალას ავლენს და ებრძვის მჟავას, რომელიც ჯავშანს ულღვებს. მაგრამ ბოლოს მაინც ახერხებს და გამოდის. მოდით ვნახოთ რატო. ის ახლა ისრის მახეებს შეებრძოლება. ჯავშანი საკმაოდ კარგად იცავს მას ისრებისგან და מחვილითაც იგერიებს მათ. ვაუ! ახლა მისი ჯავშანი ლავასგანაც დაიცავს. მოდით შევამოწმოთ. აი. და არა, ლავასგან ვერ დაიცვა. ამიტომ Excalibur Sonic-ი Super Sonic-ს გაუთანაბრდა. მათ აქვთ იგივე ძალა, იგივე სიმძლავრე და იგივე სიცოცხლე. და ასე დარჩა. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად. ეხლა Dark Sonic-ის ბნელი ზღარბის ჯერია. მზად ხართ რომ ნახოთ ამ მონსტრის სიბნელე. 3-ში, 2-ში, 1-ში. ვაუ, ძალიან ბევრ ძალას ათავისუფლებს და ძალიან სწრაფად მოძრაობს. საოცარია როგორ გადის ხაფანგებს. შესანიშნავად აკეთებს ამას. და რას აკეთებს საერთოდ? ბნელ ხვრელს ქმნის რომ ხაფანგები გაანადგუროს. ეს მართლა სერიოზულად უდგება საქმეს. მოდით ვნახოთ, მჟავა თითქმის არ მოქმედებს მასზე. ძალიან კარგად უმკლავდება. აი ისრები, რომლებიც უკვე მოქმედებენ მასზე. მაგრამ მას შეუძლია თავისი ბნელი აურით სიცოცხლის აღდგენა. ასე რომ ეხლა ლავას უპირისპირდება და ამასაც საოცრად უძლებს. უმერთო ჩემო Dark Sonic-ი ბოლო ეტაპზეა და მახესაც აიცილებს. და როგორც ჩანს დაწყევლილი შინ Sonic-ის პირველი მოწინააღმდეგეც ყავს. მოდით ვნახოთ, რისგან ცდილობს გაქცევას და შეძლებს თუ არა Dark Sonic-ი გადარჩენას. წავედით. კარგი, ეპიკური ბრძოლა. Dark Sonic-ი თავის აურას ეკენებს სიცოცხლის აღსადგენად, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არ არის. დაყურადღება, თითქოს დაწყევლილი შინ Sonic-ი მოკლეს. დაუჯერებელია. რა, სად იყო დამალული? მეგობრებო, ეს მონსტრი ძალიან რთულია დასამარცხებლად. აი Dark Sonic-ი, რომელიც ცდილობს თავის დაცვას, მაგრამ როგორც ჩანს ეს არაფერს უშველის. ღმერთო მეგობრებო, ეს მონსტრი პრაქტიკულად დაუმარცხებელია და Dark Sonic-მაც ეს ახლახან დაადასტურა. თუმცა ის ყველაზე მეტი სიცოცხლით გამოირჩევა ამათგან. დაუჯერებელია მეგობრებო. ეხლა მოემზადეთ, რადგან ბოლო 4 მოდის. და ერთ-ერთი მათგანი არავის სხვა თუ არა Dark Spin Sonic-ი. ფრთხილად იყავით, რადგან ამბობენ, რომ Dark Spin Sonic-ს ცეცხლის ძალა აქვს. მოდი ვნახოთ, როგორ გამოუშვებს მთელ თავის ძალას. აი მიდის, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. და ის ამას ამტკიცებს, რადგან ცეცხლის საერთოდ არ მოქმედებს მასზე. ვნახოთ რა მოუვა კაქტუსებს. ღმერთო ჩემო, თავისი ცეცხლით ბოლომდე მიდის. ეხლა გამოუშვა თავისი ცეცხლოვანი აურა და აგრძელებს სვლას. ეხლა მჟავას გადალახავს და Dark Spin Sonic-ი ამას საოცრად აკეთებს. აი მივედით, ისრის მახია. ესვრიან, ცდილობენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
და მიდის ლავაში, რომელიც არც მასზე მოქმედებს. იმიტომ რომ ეს Dark Spin Sonic-ია და მას ძალა აქვს. ცეცხლის და ბეჭდების ძალა. ნახეთ რა მარტივია. მაგმაც კი არ მოქმედებს მასზე საერთოდ. ნეტავის იქნება ვინც დაამარცხებს ურჩხულს. აი მიდის. კარგი. Dark Spin Sonic-ი წინააღმდეგობას უწევს. ძალიან კარგად აკეთებს. ათავისუფლებს თავის ცეცხლის ძალას. მაგრამ არ ვიცი, იქნება თუ არა ეს საკმარისი. ეს მონსტრი ძალიან ძლიერია და ამას ამტკიცებს კიდეც. პრაქტიკულად ყლაპავს მას. ღმერთო ჩემო. ორივე Dark Sonic-ი, ერთი Dark Spin-ი და მეორე ჩვეულებრივი Dark-ი, ერთსა და იმავე ადგილას რჩებიან. რადგან ამ მონსტრის განადგურება ძალიან რთულია. ამიტომ ეხლა ვაკეთებთ ისე, რომ ცეცხლი არ დასრულდეს. რადგან ეხლა ჯერი Fire Sonic-ზეა. შეუძლებს თუ არა Fire Sonic-ს რამე უკეთესი გააკეთოს, ვიდრე მისმა ცეცხლოვანმა მეგობარმა Dark Spin Sonic-მა. მოდი შევამოწმოთ. ის ათავისუფლებს მთელ თავის ცეცხლის აურას. ალიმასზე საერთოდ არ მოქმედებს. წყალი ნამდვილად მოქმედებს მასზე და აკრობს, მაგრამ ის არ ნებდება და აგრძელებს წინსვლას. აი ის თავს არიდებს მახეებს. ძალიან კარგად აკეთებს ამას თავისი ცეცხლით. პრაქტიკულად ადნობს მათ. და იმ ჟავა, რომელიც საკმაოდ ძლიერ მოქმედებს მასზე. მიდი Fire Sonic, შენ შეგიძლია და მან შეძლო. თუმცა, აი ის რის მახეა. ცდილობს გაათავისუფლოს თავისი ცეცხლი, ცდილობს გადარჩენას, მაგრამ ისრები მას ამარცხებენ. ამდენი ცეცხლი მეგობარო არაფერში გამოგადგა. თუმცა სულ მცირე Sonic თოთკე ეგზეს დონეზე ხარ. ასე რომ ეს კომპლიმენტად მიიღე. რადგან ცეცხლიდან გადავდივართ, აი Sonic-ის ხინულოვან სიცივეში. მაშასე, აი მიდის აი Sonic, ხინულის რჩეული, 3-ზე. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? ხინულის შუბი, 2, 1 და თავისუფლებს თავის ხინულის ძალას. ნახოთ რა სიზამს ამდენი ცეცხლის წინააღმდეგ. ღმერთო ჩემო, ის ქმნის ხინულის სხივს, რომ შეაჩეროს ცეცხლი. და გამოსდის რადგან გადის. კარგი, გადის წყალს და მიდის კაქტუსებთან. ხტება. და ღმერთო ჩემო, ქმნის ხინულის ფარს, რომ უკეთ გაუძლოს კაქტუსებს. დაჯერება ძნელია. ეხლა მას ხინულის ფარი აქვს, რომელიც ყოველთვის იცავს. შეძლებს კი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს თავისი აურა. ვნახოთ მჟავაში. უი, აქ ასე კარგად აღარ იცავს. მაგრამ მაინც საკმარისად იცავს, რომ გამოვიდეს. ნახოთ. აგზელებს მოძრაობას თავისი ხინულის ფარით. კარგად გამოსდის. ეხლა ვნახოთ ლავა. ამზადებს ხინულის სხივს და ესურის ლავას. მაგრამ არ მუშაობს. სხვადასხვა რამეს ცდილობს. რა? ყურადღება, რადგან ლავას ხინავს. ამას აკეთებს. ღმერთო, რა უზარმაზარი ძალაა. თუმცა აქ ზღვაში. არა, ეს მის ხინულის ფარს გაადნობს. ცდილობს გააჩეროს მაგმა, მაგრამ ვერ ახერხებს. კვდება. აი, ხინულის სხივს უშვებს მაგმაზე, მაგრამ არ მუშაობს. აქ Sonic-ი ამას ვერ შეძლებს და ამ დონეზე გამოეთიშა. აი, Sonic ლობოსთან ერთადა, რომელმაც ვერ შეძლო მაგმის ზონის გავლა, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა. და ეხლა მეგობრებო, ბოლო პერსონაჟი. Sonic-ის ბოლო ტრანსფორმაცია. საიდუმლოებამდე. Hyper Sonic-ი. აი ისიც. მოდით ვნახოთ რა შეძლებს Hyper Sonic-ი. 3, 2, 1. აქტიურებს თავის ძალას. ათავისუფლებს ბევრ გულს. და წავიდა. კარგი. ფაქტობრივად საერთოდ არ კარგავს სიცოცხლეს. ძალიან ძლიერია და კაქტუსებიდან მშვენივრად გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სიცოცხლე დაკარგა. მოდით ვნახოთ მჟავაში. რაღაც მაინც მოქმედებს მასზე, მაგრამ ისევ ათავისუფლებს თავის ძალას და სიცოცხლეს იბრუნებს. ძალიან ძლიერია. ისრები თითქმის იგივე ხდება და ლავა სრულ სიცოცხლეს აძლევს. შიგნით დადის, ეს მახეები არ ვიცი როგორია, მაგრამ დროა ბრძოლა დაიწყოს. აი მიდის, Super Shin Sonic-ი, ტეიფ-ცხეიფ-ცხეული, Hyper Sonic-ი, იწყებენ ბრძოლას, იწყებენ ერთმანეთის ცემას. და სუპერი, აი, რა მოხდება? Hyper Sonic-ი თავის ძალას იყენებს. ეხლა კი, უკვე აქვს. ბოლო მახეები? აი მიდის. კარგი, ბრწყინვალე და ხდება პირებს. არც ერთი არ ეწევა და ჩერდება. ბოლო მომენტში. შეძლებს ამას მეგობრებო, მხოლოდ კარგი ნახტომი სჭირდება. და აი აქ არის. Hyper Sonic-მა შეძლო ეს, ძალიან ძლიერია. აი Hyper Sonic-ი, რომელსაც ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი სიცოცხლე აქვს, ყველაფერს გადაურჩა და ბედნიერების პორტალთან არის. ეხლა მეგობრებო, საიდუმლო პერსონაჟების ჯერია, ასე რომ მოემზადეთ, რადგან Super Sonic 3 გამოდის. ასე რომ წინ, Super Sonic 3 იმ საოცარი თმით, რომლითაც თითქმის არაფერი გეთხოვა. გაათავისუფლე შენი ძალა. და წინ, მიდის, ყველაფერს ახტება. გადის ცეცხლს, გადის წყალს და შესანიშნავად აკეთებს ამას. აი ახლა გადის ამ სულელურ ობობის ქსელებს და ამ მახეებს. შესანიშნავად მიდის, ღმერთო. და ანადგურებს ყველაფერს თავისი ძალით. აი მჟავაც. ასევე იყენებს თავის ძალას. და ანადგურებს მთელ მჟავას. ისრები. გადის მათაც. და ლავა. ფრთხილად. რა კარგად.
რა ძალაა ბოლო მახეებთან? როგორ კარგად გადის მათ? და ახლა აპირებს შეებრძოლოს ამ დაწევლილ Sonic Tapes. ვინ გაიმარჯვებს? ეპიკური ბრძოლაა. ფრთხილად. ახლა ის აპირებს დაიჭიროს. ბევრ დათქმას იღებს. ძალიან თანაბარი ბრძოლაა. საერთოდ არ ვიცი ვინ შეიძლება გაიმარჯვოს, მაგრამ ფრთხილად, იმიტომ რომ Super Sonic 3 თავის ძალას ათავისუფლებს. და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრ დარტყმას იღებს, ჩანს რომ ბოლომდე იბრძვის. ცოტა სიცოცხლეს კარგავს, მაგრამ იბრძვის. და ძალიან კარგად იბრძვის. ღმერთო! მან გააკეთა ეს და ამარცხა მოწინააღმდეგე. მოიპოვა. თითქმის მიაღწია მიზანს. აი აქ არის. ახტება მახეებს. შესანიშნავად აკეთებს. უი. ძალიან ბევრი მახია. დიახ. არა. ბურღის სატკეპნი. არა, ბოლოს შტანთქა. და მეგობრებო, აი აქ არის Super Sonic-ის 3, რომელიც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ვერ შეძლო ბოლო თავის მეგობარზე წინ გასვლა. და მეგობრებო, აქ ვარ, მოემზადეთ. რადგან ახლა მოდის ნამდვილი საბოლოო Sonic-ი. მიდის ჰიპერ შადიკი. რას აკეთებს? ღმერთო ჩემო, რა ძალაა ეს? ღმერთო! მიდის მეგობრებო, ღმერთო ჩემო, ყველა გამოცდას ისე გადის როგორც უნდა. რა ჯანდაბა? ეტყობა დროსაც გამონახავს, რომ ამასაც მოუღოს ბოლო. თავის მთელ ძალას ათავისუფლებს. და აი ასე. გარეთ. ასე მარტივად. და აი მივიღეთ. ასე კეთდება ეს. და ჰიპერსონიკს უჩვენებს ვინ არის უფროსი. ასე რომ ეხლა ნამდვილად ყავს ახალი და ნამდვილი გამარჯვებული. ბოლოს სონიკი თავის საბაზისო ფორმაში. შემდეგ სონიკი ტოტკა ექსე და ფაერ სონიკი. შემდეგ სუპერ სონიკი და ექსკალიბურ სონიკი. მათ შემდეგ სონიკ ლობო და აისაი სონიკი. ისინი ებრძვიან დაწყალილ შინ სონიკს. დარკ სონიკი და დარკ სპინ სონიკი. და ბოლო დონეზე სონიკ სუპერ 3 და როგორც აშკარა გამარჯვებული. უდავოდ ჰიპერსონიკი, რომელმაც მარტო დაამარცხა ჰიპერსონიკი. ასე რომ მეგობრებო, ასე დასრულდა რბოლა იმის გასარკვევად, რომელ პერსონაჟს, რომელ Sonic-ის ტრანსფორმაციას აქვს ყველაზე მეტი სიცოცხლე. თუ მოგეწონათ, უკვე იცით, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზარის ღილაკი. და კომენტარებში დაწერეთ, რომელი სხვა პერსონაჟების ნახვა გსურთ ამ გამოწვევაში. ეხლა კი ნამდვილად გემშვიდობებით. შემდეგ ჯერზე ისევ შევხვდებით. ნახვამდის.